მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია პულსია. მე ეკა სანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიტია. ჩვენი გადაცემა უკვე 1 წლის არის და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ძალიან საინტერესო სტუმარი ყოლია, თუმცა ჩვენი გადაცემის კონცეფციასთან და მიზანთან ისე ახლოს არასდროს არ ყოფილოთ, როგორც დღეს, იმიტომ რომ სტუმრად არც მეტი არც ნაკლები გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ცოტნე ჯავახიშვილი გყავს. საგამომშვიდობისა, ბატონო ცოტნე, მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ დღეს გვესტუმრეთ. დიდი მადლობა მოგბრძანებისათვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე ძალიან ესეთი თავისუფალი და სასიამოვნო საუბარი მინდა გამოგვივიდეს, იმიტომ რომ თემები, რომელზედაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, შეიძლება ცოტა რთული აღსაქმელი იყოს, არა მარტო ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, არამედ ჩვენი კოლეგებისთვისაც კი, იმიტომ რომ არის გარკვეული ესეთი სპეციფიკა თქვენს საქმიანობაში, თქვენ წარმოადგენთ სტრიპსის კვლევების ინსტიტუტს, ხართ ბიოტეკ კომპანია გენომიქსის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მუშაობთ ძალიან რთულ და საინტერესო საკითხებზე და ვიდრე ჩვენ გავშლიდით საუბარს იმ თემების მნიშვნელობაზე, რაზედაც თქვენ ახლა ახალი პროექტები გაქვთ, იდეები გაქვთ, კვლევები გაქვთ, საინტერესო იქნება უბრალოდ მოვისმინოთ გზა თქვენი ბიოლოგიიდან, როდესაც პირველად ჩააბარეთ, ხომ, ჯავახიშვილში და მერე უკვე მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკური კვლევები, რესტრუქტურიზაცია, რედაქტირება გენომის, სინთეზური ბიოლოგიის თემებით დაინტერესდი და რაც ყველაზე მთავარია, ესეთი რაღაც მართული ევოლუციის საკითხებზე მუშაობთ. ეს საკმაოდ საინტერესოა. როგორ აღმოჩნდით აი ბიოლოგიიდან ამ ინტერესებამდე და როგორი იყო ეს გზა, როგორ დაახასიათებდით თქვენ მას? ნუ ახლა ეს ინტერესები ვერ ვიტყვით, რომ შორს არის ბიოლოგიიდან, ბიოლოგია თავისთავად განვითარდა და განვითარება ყოველთვის შეიცავს თავში ასე თქვა დანაწევრებას, ხო, რაღაც სხვადასხვა დისციპლინებად და აი 90-იან წლებში როცა მოვხდი შტატებში, აი მაშინ იყო ეს საყოველთაოდ ესეთი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება თქვა ბიოტექნოლოგიის ბუმი, იმიტომ რომ ეს გამოიწვია, ნუ ბევრმა რაღაცამ, მათ შორის ესეთ აღმოჩენებმა და გამოგონებებმა, რამაც დაძრა ეს ყველაფერი სეკვენირების პლატფორმები გაჩნდა, ახალი PCR-ი იქნა გამოგონილი და დახვეწილი და აი ამ ყველა მიმართულებას გააჩნდა თაობები ძალიან სწრაფად, ეს ასე თქვა ახალი გამოგონება ქმნიდა ახალ თაობის მოთხოვნილებას და ამ მოთხოვნილებას პასუხობდა ასე თქვა საზოგადოება ბიოლოგიური და ნუ აი ეს ტემპი იყო ძალიან მაღალი. თქვენ სამ კალაპოტში იყავით რაღაცნაირად, ხო? ნუ თავიდან უფრო ასე თქვა რაღაც ნაწილობრივ აკადემიური ის იყო, სკრიპში გავაკეთე ასე თქვა პოსტდოკი, მაგრამ აი იქ დაიწყო უკვე აი ეს მოთხოვნა ბიოტექის, რაშიც შორის ძალიან ბევრი ხალხი აკადემიიდან სწრაფად გადაბარგდა. ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ფინანსური. დასამალი ამაში არ არის, იმიტომ და მათ მოხდა ეს საინტერესო რაღაც, რომ ესე იგი აი აკადემიიდან ხალხი ბიოტექში ასე თქვა აი ცოდნავის ხელშიც იყო და ამავე დროს ახალგაზრდობა, რომელიც მერე თქვა მიდიოდა ინსტიტუტებში, უცებ დაინახეს, რომ ორჯერ და სამჯერ მეტი ხელფასი ექნებათ და სამუშაოც არანაკლებ საინტერესო იყო. ამიტომ მოხდა ესეთ სინთეზი, ასე თქვა, ცოდნის და ახალგაზრდული ენერგიის და შემართების და ხასით რამე ყოველთვის შედეგი იყო. მართლაც ძალიან სწრაფი და ძალიან ღრმა და ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით ანალიზებს. მაგრამ აი რომელ მიმართულებებს გამოყოფდით უფრო მეტად, იმიტომ რომ გასაგები ერთია რაღაცა ბაზრის ტექნოლოგიების, სასოფლო მეცნიერებების მოთხოვნა, მაგრამ არსებობს მეორე, ხო, იბადება რაღაცა ფიქრი, რაღაცა იდეა მეცნიერის გონებაში, მას ეს აინტერესებს და ამ მიმართულებით უნდა მუშაობა, ხო? ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მიმართულებით მუშაობის საშუალება გქონდათ, მაგრამ აი ყველაზე მეტად რომელ პერიოდს გამოყოფდით, იმიტომ რომ მე თქვენც დაარსეთ, ხო? თქვენი ცალკე ბიოტეკ კომპანია რამდენადაც ვიცით და აი რამ გამოიწვია ეს იმან რომ სხვა ინტერესი გაჩნდა და იქ ამ თქვენი ინტერესისას ვერ იკვლევდით თუ უბრალოდ ეს ცხოვრება მოიტანა? ჩემ შემთხვევაში არა საინტერესო იყო თვითონ ასე ვთქვათ ეს იდეა რამაც ეს იდეა შემუშავდა სკრიპსის ინსტიტუტში და მე როცა საჭირო გახდა ბიოტეკის დაარსება იმისთვის რომ განხორციელებული იყო და ესეთ პლატფორმად დაგჭირდა. კი, პლატფორმა ხო, უბრალოდ ეგ არის, რომ ბიოტექს ჰქონდა ეს, ნუ თავისი მინუსები ჰქონდა, იმიტომ რომ პატარა როგორც წესი ზომით პატარა კომპანია იყო, ფინანსები ისეთი არ ჰქონდა და ამდენად დამოკიდებული იყო, ნუ აი მარკეტზე კი არა, თავის წარმატებაზე, ასე ვთქვათ, მარკეტზე როგორ გავიდოდა, ასე ვთქვათ. ამ გასვლას თავის წესები აქვს, იქ ინვესტორები ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება და
ყოველ წარმატებულ კომპანიას ახლავს ბევრი წარმატება რადგან ვერ ხედავთ რაღაცა. ბუნებრივია. როგორც სახეობები ბუნებაში, ასე ვთქვათ, ისე არ ჩანან, მაგრამ ეს აუცილებელია, ხა ეს ითვლება, რომ 20 იდეიდან ერთი შეიძლება აღმოჩნდეს ნაყოფიერი, თორსა. ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ თქვათ რაღაცის გამო ჩაიძირებოდა, ასე ვთქვათ, მაგრამ მე გაირკვეოდა, რომ თურმე არა, იქ რაღაცა ისე მორად ვერ დაინახეს და ამიტომ და მე ეს ცოცხლდება და შენ. ნუ ჩვენ შემთხვევაში იყო ის, რომ აი გენეტიკურ კოდს შეეხებოდა და ძალიან საინტერესო იყო ეს ფუნდამენტური კომპონენტი, ასე ვთქვათ, სიცოცხლის და მდენად იმასთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა შედეგის მიუხედავად. ხა იმ დროს ეხლა ასე ზუსტად ვერ იფიქრებ თქვათ, რომ აი რა იქნება ამის შემდეგი, უბრალოდ მუშაობ და ესეც მინიმუმ 2 კომპონენტად იშლებოდა. ერთი თვითონ რო პროექტი გაკეთე და მეორე ამ დროს რომ დაიბადოს თქვათ ახალი იდეა დავარქვათ ან რაღაცის მიგნება, გამოგონება და მე იქიდან თქვათ გამოვა, ნახოთ რა, ის როგორც სხვა ყველაფერში. პრინციპში ზოგად კანონზომიერებებს მიყვებოდა ბიოტექის ეს და რამდენიმე წელიწადში 90-იანების ბოლოს გამოიკვეთა ასეთი ალიანსი დიდ ფარმაგიგანტებს და პატარა ბიოტექებს შორის და ესე ძალიან ნაყოფიერი იყო, იმიტომ რომ იმათ აქვს უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ მოქნილობა აკლიათ და ბიოტექს მოქნილობა აქვს და ფინანსები აკლიათ და აი ეს სინთეზი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთგვარად ამან მაინც უფრო ადამიანის ბიოლოგიისკენ და ადამიანის ასე ვთქვათ მკურნალობის და მედიცინის სფეროსკენ გადაიტანა ალბათ ფოკუსი, იმიტომ რომ თუ მაგალითად ბიოლოგიურზე იწყებს ადამიანი ფიქრს და სწავლას და განვითარებას, იქ შეიძლება მცენარეთა სამყაროც აირჩიოს, ცხოველთა სამყაროც ბუნებრივია და მრავალფეროვნება ზოგადად, მაგრამ როდესაც უკვე ადამიანზე ვსაუბრობთ, იქ ფოკუსირდები, ხო, დაუშვათ დაავადებების გამომწვევი რაღაც მიზეზები შეიძლება დაინტერესდე ან მკურნალობის ახალი მეთოდები დაინტერესდე და ბუნებრივია სასიამოვნოა, რომ მაინც ჩვენი დარგისკენ გადმოიხარა გარკვეულწილად მერე თქვენი ინტერესები, მაგრამ აი აქ მინდა თქვენ ძალიან საინტერესო რამ ახსენეთ და წამოვედო და წამოვყვე ამას. აი იმიტომ ზუსტად რომ ჩვენ მედიდეაში ვართ, რა თქმა უნდა, აი პროცესი არის თვითონ არა მარტო შედეგი. ეს ის შემთხვევაში ეს პროცესია მართლა შენებაშია, ხო? ვნების სიმძაფრე, მაგრამ ბუნებრივია ამას თავის შედეგი მაინც მოაქვს. იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ პატარა რაღაც ერთი სუსხვა იდეა შეიძლება სუსხვა განაყოფი იდეა გადაიბადოს და იმას კიდე უამრავი თავის განტოტება ეს ხო დაუსრულებელი პროცესია. აი ეს მინდა რომ ახლა ჩვენ ახალგაზრდებიც გვისმენ ალბათ განსაკუთრებით შეიძლება დაინტერესებული მოლეკულური გენეტიკით და ზოგადად გენური ინჟინერიით და ამ სფეროსთან მიმართებაშიც და ზოგადად რა არის იდეა როგორ განმარტავდით თქვენ ამას და როგორ შეიძლება ამ იდეის აი სწორედ ორი მიმართულებით დანახო ერთი იდეა როგორც სხვა იდეების გენერატორი და უბრალოდ რაღაც ტრანსცენდენტული ასე ვთქვათ სამყარო და სიამოვნება არაპრაქტიკული გაგება ამისი და რა არის იდეა რომელიც აუცილებლად იმპლემენტაციისთვის და სარგებლის მოტანისთვის არის საჭირო. რთული კითხვა. კარგი, ძალიან კარგი კითხვა, მაგრამ რთული. ბევრნაირად ხდება ასეთი აი ასე ვთქვათ პროცესის დროს, აი კიდევ ერთხელ ვთქვათ ეს ყოველთვის იშლება რაღაც ნაწილება და შესაბამისად, ნუ ხალხი სხვადასხვანაირია, ხა ზოგს არ ვთქვათ რაღაც ეს თავიდანვე ასეთი ვთქვათ ჰუმანური რაღაცა мотиваცია შეიძლება რომ აი ესეთ რაღაც გავაკეთო რა და მე ეს დაეხმაროს. აი მეორე კატეგორიის ხალხი, ვინც აი მუშაობს და შეიძლება არ აინტერესებს, ან შეიძლება არ ამჟღავნებს ვთქვათ ამ ინტერესს. ეხლა ჩვენ შემთხვევაში იყო ასეთი ფაქტობრივად პლატფორმა იყო ტექნოლოგიური, მაგრამ მაშინ მისი ბუნება ტექნიკური ისეთი იყო, რომ იქ მუშაობის დროს კი ზოგადად ფიქრობ, რომ სარგებელი მოუტანო ვინმეს, მაგრამ აი წამყვანი ეს ასე ვთქვათ, აი თვითონ უშუალოდ მუშაობის პროცესში ვერ იქნებოდა. იქ მუშაობდა, ნუ რაც ასე ვთქვათ, რაც იქნება, იქნება. ნუ ხა ჩვენ კერძო შემთხვევაში, ნუ განზოგადება შეიძლება, რა თქმა უნდა, ესე როგორც სხვა ყველაფერში, გენეტიკის ტექნოლოგია ხა უმარტივესი რაღაცი დაიწყო და მე დაიშალა თითქმის ყველა მიმართულებით, ხო? იყო რომ თქვათ აი ახლა ჩვენ შეგვეძლოს რაღაც ეს თქვათ აი სპეციფიკურად აი რაღაცა ცილები ასე თქვათ როგორ ვთქვათ არც ვიცი რაღაცა ცილების რეკომბინაცია გავაკეთოთ ისეთი როგორც ჩვენ გვინდა. ანუ ჩვენ უფრო ვეძებთ აი მოქნილი სისტემის შექმნას, მეტნაკლებად უნივერსალური, იმიტომ რომ საით იქნებოდა რა იქნებოდა მოთხოვნა და საით წავიდოდა, ანუ ბიზნეს მოდელიც მუშაობს ამ შემთხვევაში, ხო? ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია.
აი თქვათ იყო რაღაც ონკოლოგიაში ჯობია, თქვათ უფრო აი ონკოლოგიური ასე თქვა სამიზნეები თუ მეტაბოლიტური დაავადებები თუ ინფექციური თუ ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვიმართლა და მეც პირადად შემთხვევის წყალობით შეიძლება ვთქვათ, რომ ესეთი პლატფორმა აღმოჩნდა, რომ სულ ერთი იყო, ასე ვთქვათ, ეს უნდა გავაკეთოთ ამას წლებით თავისუფლება. ხო და მე თქვა, შეიძლება სოფლის მეურნეობაში გამოიყენებოდა რაღაც ტრანსგენერი. პრინციპი როცა ნაპოვნია, რო იტყვია. თავარი მოთხოვნა მაინც მედიცინის არის ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ასე ვთქვათ, პრაგმატული, ფინანსური, იმიტომ რომ ყველაზე მდიდარი კომპანიები მაინც არიან. ფარმაკომპანიები რო ახსენეთ, იმიტომ გამიჩნდა ეს მერკს, როშს და იმათ რო ელაპარაკეთ, საერთოდ მასშტაბი ისეთია, რომ მithumetes ჩვენთვის ჩვენს პატარა. თუმცა ძალიან სასიამოვნო თემა პირადად ჩემთვისაც, იმიტომ რომ მე დიდხანს მომიწია და დღესაც მაქვს შეხება ონკოლოგიურ დაავადებებთან მუშაობა და ზოგადად ონკოლოგიის სფეროში მოღვაწეობა და აი თით როგორი შეგრძნებაა, რომ თუ ჩვენ პაციენტების ინტერესების დონეზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, სულ სხვა მიმართულება და თუ ჩვენ სამეცნიერო და პროფესიულ ინტერესებს ვსაუბრობთ, სულ სხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც იკვეთება. ეს რაღაცა ორი პარალელური ხაზებია, რომელიც თითქოს არასდროს არ უნდა გადაიკვეთოს, მაგრამ რაღაც გარკვეულ სხვა სამყაროში სიმრუდეს თუ შევძენთ, მაინც გადაიკვეთება. და ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ექიმიც დაინტერესებულია და პაციენტიც, რომ ეს სენი, რომელიც მაინც მოურჩენელ სენად ითვლება ზოგადად, თორე ხა კონკრეტულ შემთხვევაში შესანიშნავი შედეგები გვაქვს დროული სწორი მკურნალობის შემთხვევაში და ბუნებრივია ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ზოგადად პრობლემაზე. ხო, ეს პრობლემა გადასაწყვეტი პრობლემაა, მოდი ესე ვთქვათ, მედიცინაში და მეცნიერებაში და ალბათ ძალიან საინტერესოა, რომ ბოლო-ბოლო მივიდეთ იქამდე თუ ვირუსული გენეზის არის, დაუშვათ, მაშინ პრევენცია მოვახდინოთ იმ ვირუსის, რომელიც მერე იწვევს მუტაციას და შესაბამისად გაკიბოვნებას, როგორც ეს დაუშვათ პაპილომავირუსის შემთხვევაში ხდება და ეს პრევენციული ხაზია, მაგრამ აი მკურნალობაში მიდის მაინც იქამდე, რომ მარტო ქიმიო და სხივური თერაპია და ქირურგია აღარ არის, ხო, რამდენი ხანია უკვე ჰორმონოთერაპია შემოვიდა, იმუნოთერაპია შემოვიდა. და ეს იმუნოთერაპია შეიძლება თუ არა აი იდეურად, თეორიულად ხო ეს ესია, რომ თუ იმუნიტეტს გავაძლიერებთ ან შევცვლით საპასუხო რეაქციას, თუ მე მექნება, აი მოკლედ რო ვთქვათ, მაყურებლისთვის გასაგებად, ხა სასარგებლო მუტაციები სულ მიმდინარეობს და კიდე კარგი, ხო? აი ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ცვლად გარემო პირობებთან შეგუების ერთ-ერთი გზა, მაგრამ ის ჩუმი მუტაციების შესახებ ხო არც ვიცით ზოგჯერ ისე ხდება თვით აღდგენა გენის, მაგრამ და ესეც საინტერესოა რა შემთხვევაში ხდება, რა შემთხვევაში შეიძლება რაღაცამ ამას ხელი შეუშალოს. მაგრამ აი ის რაც სასიამოვნო მუტაციებია, რომელმაც ძირითადად ონკოლოგიაში იჩინა თავი. ნუ თუ აი ამ ნაწილში არ შეიძლება ჩავერიოთ და დავუშვათ ორგანიზმი იმდენად გავაძლიეროთ ეს საპასუხო რეაქცია ორგანიზმის, რომ როცა ხდება ეს გენური მუტაცია, ისევე შეაჩეროს და ისევე თვითაღდგენა მოახდინოს, როგორც ეს ჩუმის დროს ხდება. აი, ხვდებით, ანუ თეორიულად ბევრ ამაზე შეიძლება იფიქრო, მაგრამ პრაქტიკულად ეს იყოს რთული განსახორციელება. ამიტომ ამბობ, აი რაღაცა ესეთი ტიპის დაკვეთა მოდის, რომ იდეაში ეს მინდა იდეის დონეზე, კონცეფციის დონეზე თუ კონკრეტული შეკვეთა მოდის, რომ კონკრეტული წამლის მექანიზმთან დაკავშირებით იყოს. ხო, შესაძლოა უფრო კონკრეტული ის, იმიტომ რომ ნუ ხა მუტაციების წარმოშობის ბუნება, ნუ ხა დარვინიზმია ფაქტობრივად ბრმა არის, ხო, ხა სულ ერთია იმ პროცესს მარიც ისე ცუდია თუ კარგია, შესლომის დაშორება, როგორც ტექსტს რო კრიფავ და შესლომას უშვებ, ხანის თვალში მოგივა შეიძლება ამის სინაარსის შეცვალა, შეიძლება შეცვალოს, ხო. კი ბატონო. რაღაცა მიდის მაგივრად მოდი შეიძლება ჩაბეჭდო და რაღაცა ინსტრუქცია როგორც ყავს. კი ბატონო. და ხო შესაძლოა იყო, მაგრამ აი ყოველთვის იდო ეს ასე ვთქვათ მოთხოვნა და ლამის ბუნებრივად სპეციალური იმის გარეშე, რომ ნუ რამდენადაც შეიძლება ის განზოგადება ყოფილიყო, ხო? აი ვთქვათ ჩვენი ერთ-ერთი ნაწილი პლატფორმის იყო, რომ აი შეგვიძლია თუ არა ვთქვათ აი ცილებს მივაბათ რაღაცა სხვა ნივთიერება ძალიან ზოგადად, რომ ვთქვათ აი იქ სადაც ჩვენ გვინდა სულ ერთია. ანუ ნებისმიერი ცილის ნებისმიერი, ნუ ამ ჯავის შეცვლა შეიძლება ჩარევა რაღაც იმ პროგრამის, რომელიც ბუნებით არის, მაგრამ შეიძლება რაღაცა დავამატოთ, მივაბათ და შევცვალოთ ცოტა. ხო, დავამზადოთ რაღაცა, თქვათ, ნუ თერაპიული ნივთიერება დავარქვათ ძალიან ზოგადად, რომელსაც რაღაც დანიშნულება ხარ. რა დანიშნულება ექნება ეს თან გამოიკვეთებოდა ასე ვთვლი და მართლაც გამოიკვეთა, იმიტომ რომ
აი ხომ ანტისხეულები თქვა გამოჩნდა იმუნოთერაპიაში 90-იანებში იყო ეს CD30 იყო პირველი სამიზნე და ამავე დროს ადრეც ცნობილი იყო მაგრამ მაინც რაღაც აღმოჩენასავით გაიჟღერა მაგრამ რომ აი უმრავლეს შემთხვევაში ონკოგენური რეცეპტორები ახდენენ აი ამ ასე ვთქვათ ანტისხეული იქნება თუ ნებისმიერი სიგნალური ჰორმონი იმის უჯრედში შეტრევას ეგრეთ წოდებულ ინტერნალიზაციას ну აქ უკვე ასე ვთქვათ ფლაცაბერძნეთში ვადები უკვე ტროასხენის იდეა გაჩნდა რომ მაგრამ ეს თუ შედის შიგნით მაშინ ამას ჩვენ ვამზადებთ ხელოვნურად ხო რაღაც მართალია ძალიან ძველი ტექნოლოგიით კეთდებოდა ეგ მძიმე პროცესი იყო თავისთავად მაგრამ იდეა იყო თვითონ მიდგომა პრინციპზეა საუბარი ეს პრინციპი გაჩნდა ხო მაგრამ ჩვენ შემთხვევაში იყო ასე ვთქვათ ახალი არაფერი გამოგვიგონია ხო აი სიზუსტე ვთქვათ რომ აი მივაბათ აი იქ სადაც ჩვენ გვინდა ხა ეს მარტო კაპრიზი ხო არ იყო იქ უნდა ისეთ რაღაც მიაბა რომ ფუნქცია არ შეიცვალოს სტრუქტურა სტაბილური იყოს იმათ არის ფუნქცია შეასრულოს აქ იყო კიდე სინთეზი ბიოლოგების ერთ მხრივ ქიმიკოსების მეორე მხრივ და ნუ მე მთელი ეს პროცესი რაც საერთოდ ხო ეს რაღაც მოდელირება მოხდეს აი გვინდაში ზუსტად ეგ იგულისხმება რომ სადაც საჭიროა რომ ხო საჭიროა და პირველი თქვა ჩვენი პირველი სამიზნე იყო ყოველდღე ინტერესო ცილა ხარაკრიშობა სახელი და ჩვეულებრივ ხა მაგრამ ცილა ყველგანი იგივე ოცნაირი ამინომჟავა და აი ამის შეცვლა როგორ გამოიწვევს ამავე დროს თქვა სწრაფად მიდიოდა კრისტალური სტრუქტურების ინფორმაციის დაგროვება ხო ბევრი და ბევრი რაღაც გამოიკვეთა აი ნებისმიერი რაც არ უნდა პატარა საკითხი რო ავიღოთ ყოველთვის არის ბევრი და დიდი ესეთი ინფორმაციული ნაკადის რაღაც თამოყრა სხვანაირად არ გამოდის ხოლმე და ამიტომ ამბობ საინტერესო არის ძალიან შემოქმედებითი და ძალიან ესეთი კომპლექსურია ეს საქმიანობა და ბუნებრივია მე მესმის რომ ეს არ იწევს მარტო იმ ინტერესს რომ შედეგს რას მივიღებ და როგორ დაინერგება არამედ თვითონ პროცესიც არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ გვიპასუხებს ამაზე ხო ეს შეიძლება გავთვალოთ მაგრამ მივიღოთ თქვენ თქმის არ იყოს სხვა შედეგი აი აქ არის საინტერესო ჩემთვის პირადადაც საინტერესოა სუფთა პიროვნულადაც და პროფესიულადაც როდესაც აი ვუბრუნდებით იმას რომ ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობს ხო ბუნებაა ის ბუნებითია და თქვენ თქმის არ იყოს ბევრი რაღაცა კანონზომიერია ბევრი რაღაცა შეიძლება გაუთვლელი და გაუთვალისწინებელი იყოს აი როდესაც ჩვენ საუბრობთ სწორედ მართვად ევოლუციაზე ან საუბრობთ თუნდაც აი იგივე იმ სინთეტურ ბიოლოგიაზე აქ მაინც რა გეჩვენებათ იქ მთავარ მიმართულებებად რომელიც შეიძლება დღეს მეცნიერებაში დავაყენოთ ქვეყნის ის ხალხის სამსახურში რომ ქვეყნისთვის ტვირთი ფინანსური ტვირთიც რა თქმა უნდა ეკონომიკურიც შემცირდეს იმიტომ რომ შეუძლებელი ხდება უკვე ამდენი დაავადების მართვა ვერც ერთი სახელმწიფო ცოტა ხანში ვერ აწევს ხო ამდენი დაავადების მართვას ეს რთულია ძვირია ძვირია ის ტექნოლოგიებიც რომელზეც ჩვენ საუბრობთ მაგრამ საბოლოო ჯამში ამან შეიძლება ძალიან გააიაფოს თუ მივაგნებ იგივე როგორც ახლა ვაქცინებში DNM დაფუძნებული ვაქცინები და DNM-ზე თუ იქნება ძალიან გამარტივდება დამზადებაც დაუშვათ და გაიაფდება ხო აი რაღაც ამ კუთხით რო შევხედოთ შეიძლება თუ არა რომ თან აი ეს რაღაც ჩვენი ფილოსოფიური სამეცნიერო ინტერესიც დავიკმაყოფილოთ მაგრამ მართული ევოლუციაც და სინთეზური ბიოლოგიაც ისე შევისწავლოთ ვაწარმოოთ და განვავითაროთ რომ თან გარკვეული სარგებელიც მივიღოთ ну მოკლე პასუხია რა თქმა უნდა შეიძლება და ხდება კიდევა და თან მაგრამ უბრალოდ რა ხდება ამ მეცნიერებაში ამიტომ მაინტერესებს როგორ ვთქვა აი თქვა ახლა სინთეტური ბიოლოგია ანუ სინთეტური სიცოცხლესაც ქვია ანუ ეს თქვა ნელ-ნელა დაგროვდა ბევრი და ბევრნაირი აღმოჩენა გამოგონება მაგრამ ვითარდება ხო ინტერესია ვითარდება ძალიან სწრაფად და ანუ იგივე ვთქვა ანტისხეულები ხო ანტისხეულების დამზადებას ნუ სჭირდებოდა რაღაცა ესეთი კი ბატონო ну შედარებით რთული როგორ ну შრომატევადი დროდადროს მოითხოვს ჰიბრიდომა თაგვი და შემდეგ ну მე შემდეგი თაობა იყო ეს ფაგური დისპლეი სადაც და ეხლა მით უმეტეს თქვა აი წლევანდელი ნობელები კიდე ერთხელ კი ბატონო სწორედ ამიტომ ხო ინფორმაცია ისეთი რომ აი უკვე იმ დონეზე მოდენა ინფორმაცია თქვა მონაცემთა ბაზები ხელა გახდა რომ უკვე ნებისმიერ რაღაცას ეძებს ალკე ალგორითმი ჭირდება ამის როგორც რაღაც რა урანი და აი ამდენად ფაქტიურად ხო გამოდის აი რაც გვინდა თქვა ჩვენ თუ გვინდა რომ აი რაღაცა ვიცით რომ თქვა აი დაავადებას იწვევს რაღაც აი თქვა რაღაცის შეცვლა ხო და იმ შეცვლას უნდა უპასუხოთ ჩვენ შეცვლით ამის დამზადებას თუ ჭირდებოდა თქვა რაღაცა 5 წელიწადი ეხლა დაჭირდება რაღაც თქვა 2 თვე და უკვე მზად იქნება ამის გარდა რაც ხდება საინტერესო ეს ეგრეთ წოდებული აუთსორსინგი რასაც ქვია რომ ადრე ბიოტექ კომპანიებში რამდენიმე დეპარტამენტი იყო თქვა ქიმია ბიოლოგია ეკონომიკა ცალკე
ეხლა ეს ყველაფერი ცალ-ცალკე კომპანიების სერვისის სახით ხდება და პირდაპირ ასე ვთქვათ შეკვეთა ეძლევა და მოდის კომპონენტი სიტყვას გაჩნდა და ფაზლივით იქცე. ხო, დეჰიდრატაციას ეძახიან, იმიტომ რომ ეს მშრალი ასე ვთქვათ. და საერთოდ შეიძლება კომპანია იყოს ძალიან წარმატებული და არც ერთი ლაბორატორიული ის არ ქონდეს, თქვათ, რა, თუნდაც პატარა კუთხე, იმიტომ რაც კიდე იმას ყველაფერს უკვეთა, ეს არა მარტო თქვათ რაღაც შეკვეთა, ნუ ახლა თაგვების შემთხვევაში ხო, ახლა ეს GM ქვია გენეტიკურად ინჟინერებული თაგვი, შენ უკვეთა პირდაპირ კომბინაციას მუტაციებისას და ეს თაგვი ადრე მოდიოდა შენთან და შენ იქ მუშაობდი. ეხლა ამ თაგვს შენ სხვაგან აგზავნი ისინი და პასუხი მოგდის პირდაპირ, ეს ყველაფერი კონფიდენციალობა დაცულია, ეს ყველაფერი და აი ასე ვთქვათ, ადამიანებს აქვეყნებს თქვათ რაღაც სტატია, ხა თვითონ გააკეთა თუ ეს მონაცე რა არ აქვს მნიშვნელობა, ხო? თავარია რომ პასუხისმგებელია იმაზე, რადგან ამდენად აი ბევრი და ბევრნაირი მიმართულებით მიდის ეს. ამიტომ იყო საინტერესო, რომ შეიძლება იდეა იყოს მთავარი თვითონ და მიდგომა და კონცეფცია და ტექნიკურად ამას უკვე როგორ განახორციელებ. ხო, რაღაც ნაწილები მაინც რჩება, ვთქვათ, რომ რაღაც ჯობია რომ ვთქვათ, შენი ხელით გააკეთო, მაგრამ აი ძალიან ბევრი და შრომა ფილმის საიდუმლოებაა, მაშინ მით უმეტეს. ხო. არის ალბათ ესეთიც, როცა სრულიად ახალი რაღაც მიდგომის სუნიქცემთ რო იტყვიან და ვცდილობთ ალბათ რომ ის მაინც თქვენი ხელით გააკეთოთ ჯერ და მერე მოხდეს ამისი ასე ვთქვათ გასხვისება, ხო? კი, იმიტომ რომ ეხლა ინფორმატიკას ორი მხარე აქვს, ერთი რომ გეხმარება, მეორე ნებისმიერ რაღაცის გასვლა და ეგრეთ წოდებული ვერსიული. შეიძლება იმან მერე ცალკე გამოგეყოდეს და თვითონ გააკეთოს მერე, ხო, რაცა უბრალოდ შემთხვევაში ერთად ხვდები ახლა, როცა ასე ვთქვათ სისტემის უნება და ნაწილები იცი უკვე ასე ვთქვათ მას კომბინაციას ადვილი. ხო, რა თქმა უნდა, მით უმეტეს თუ ტექნოლოგიურად ეს უკვე მარტივი ხდება. მაგამდე მისვლა იყო რთული, თორე ეხლა გასაგებია, რომ ყველაფერი შეიძლება პროგრამა არსებობდეს და პროგრამამ იგივე გენის სეკვენირება ეხლა ადრე რომ მთელი ამბავი იყო, დღეს ფაქტობრივად უკვე სტუდენტებიც ახერხებენ ამ პროგრამით სარგებლობს, თუმცა რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს აქამდე მისვლა ასაჭირო და სწავლა ასაჭირო და ამ ყველაფერს სწორად გამოყენება. ძალიან სასიამოვნოა რა თქმა უნდა თქვენთან საუბარი ამ თემებზე, უბრალოდ გული მწყდება, რომ უფრო ღრმად ჩაშლის საშუალებას რა თქმა უნდა გადაცემა არ იძლევა, იმიტომ რომ მაყურებლისთვისაც უნდა იყოს გასაგები და ამიტომ კონცეპტუალურად ვსაუბრობთ ორივე რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც მინდა დაუბრუნდე ძალიან კიდევ ერთხელ ამბობ, ჩემთვის პიროვნულადაც საინტერესოა და პროფესიულადაც აი თუნდაც ევოლუციის თემა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უშუალოდ არსი მთელი ევოლუციის ხო ეს არის, რომ შეგუებადობა და ცვალებადობა, ხო, მაგრამ აი როგორ ხდება ამის საფუძველი ხო მაინც ამას ეს ხო უბრალოდ სიტყვები არ არის, ამას ხო საფუძვლად ის სწორედ მუტაციები სასარგებლო თუ საზიანო თუ ეს მუტაციები უდევს და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაუშვათ იგივე თვით რეპროდუქციის უნარზე გენის, რომელიც გენს გენში უდევს, რომ უნდა კოდირებული. ანუ რაღაცა პროგრამა ხო არსებობს. ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს, აი უჯრედი რო ავიღოთ ნებისმიერი. ამ უჯრედს თავისი გენური პროგრამა ხო აქვს. აი თუნდაც დიფერენციაცია, რომ აქამდე უნდა მოხდეს, მე უნდა შეჩერდეს, ეს ინსტრუქციები ხო ბუნებრივად აქვს. აი აქ არის საინტერესო, როდესაც ბუნებრივი ინსტრუქცია მაქვს, ის რაც მე ჩამიდოს ამყარომ ბუნებამ ევოლუციის პროცესში თუ ღმერთმა არ აქვს მნიშვნელობა ხო, მაგრამ მე ეს ინსტრუქცია მაქვს ხო სიტყვაზე. დაუშვათ აქამდე მოვედით. აი აქ არის საინტერესო, რამდენად შეიძლება თუ მე ვიცი პროგრამა აი კონკრეტულად ამ უჯრედის დიფერენცირების კანის უჯრედი რო აქამდე განვითარდა, მე უკვე გაჩერდა ხო სიტყვას და აღარ გააკეთე. იმიტომ რომ სიმსივნეც ფაქტობრივად ეს არის, როცა კონტროლს კარგავს და მე აი ამ პროგრამაში შესვლა, ამ პროგრამის შეცვლა რამდენად შეიძლება და რამდენად გვაძლევს ეს რაღაც ევოლუციურ პროცესებში ჩარევის საშუალებას. თუნდაც თეორიის დონეზე რო ვთქვათ. პროგრამაში შესვლა, რა ვთქვათ, ესე იგი ვთქვათ, გვინდა რომ შევცვალოთ ტექსტი, ხო, მარტივად რო ვთქვათ, ადამიანის გენომი რაღაცა ტექსტის ნაწილია. ნუ ეს CRISPR-ის ტექნოლოგია რაც ახლა ბოლო წლებში ასე ვთქვათ, ესე წამოვიდა და ესეც შემდეგ თაობას უკვე თავის თავში შოობს და ალბათ კიდევ უფრო მარტივი იქნება. შეიძლება უბრალოდ აქ კიდევ ერთხელ ლაბორატორია არის ვთქვათ, აი რა სად უნდა შევცვალოთ ეს პროგრამა, ვთქვათ, უკვე რასულ ორგანიზმში თუ ემბრიონში, ნუ ახლა საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, თუ კი გვინდა რომ ვთქვათ, შევასწოროთ რაღაცა შეცდომა, რომელიც ცნობილია რომ ასე ნუ უნდა რაღაცნაირად ემბრიონებამდე მივიდეთ. ახლა მე პირადად არ ვიცი რა ხელად რო დაჭირდება ამას, მაგრამ რთული წინა ის იქნება დაფრთხოლებები, ხო, ბიოეთიკური რეგულაცია და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო მოხდება, როგორც ახლა პრინციპში არ არსებობს განსაკუთრებით ბიოლოგიაში და განსაკუთრებით ბიოსამედიცინოში არც ერთი
გზა არ ყოფილა დაბრკოლების გარეშე, ხო, თქვათ და ის კი არა ანუ სხვა იმიტომ რომ რისკი დასარგებელი უნდა აიწონოს. ხო, ეს ყველაფერი იქნება და ნუ შესაბამისად ეს ტექნოლოგია ეხვეწება ინფორმაცია თვითონ აი რა იწვევს, თქვათ, აი რაღაც დაავადებას, ხო, რატო არის ეს დაავადება ეხსელდება. აი მაგალითად ნაგვლისებრი ანემია არის კლასიკური მაგალითი, ხო? რომელიც ფაშეს ევოლუციის კომპონენტი ძდებს, რომ ევოლუცია არ ნიშნავს არაფრის გაუმჯობესებას, ის უბრალოდ რაღაც როგორც მიდის, ხო, როგორც მდინარეს რაღაც მიდის, ან ეგ გაუხვეს, ან აქ სხვა მიზანი ასე ვთქვათ არ გააჩნია. რატო არის რომ ნაგვისებრი ანემიის მუტაცია, შეიძლება იყოს რეგრესის მიმართულებით. ხო, აი რო ეს რუკები რო ავიღოთ, თქვათ, მალარია გავრცელებული ნაგვისებრი ანემიას ედება ერთმანეთს, ხო? იმიტომ რომ იქ სადაც მალარია არის, ჰეტეროზიგოტებს, ასე რომ ვთქვათ, ჰემოგლობინის გემის ვისაც აქვს ეს მუტაცია, მდგრადობა აქვს და ამ შემთხვევაში ისინი უფრო კარგად ეგუებიან გარემოს, ვიდრე ჯანმრთელი ამ ხრივ ადამიანებს. შესაბამისად ის გენი დარჩა და სხვა. ანუ აქ შედარება, ასე ვთქვათ, უკეთესი უარესი და არა კარგი და ცუდი. რა თქმა უნდა, ის შეგუებადობისთვის იყო თავის დროზე და ნუ მე შესაძლებელია რომ გამყარდეს და ბუნებრივია დაავადების საკითხი. ნუ ახლა ვთქვათ რომ ავიღოთ, ნუ იგივე ონკოლოგია ყველაზე ისეთი მაგრამ რაღაცა 300 პლუს ვთქვათ ონკოგენია, მათში ბევრი მუტაცია არის, სნიპი, რასაც ქვია უკვე ვთქვათ ამათი კომბინაცია. ეხლა რაოდენობრივად ძალიან ხო მიდის და ეხლა როგორ იმიტომ რომ ისი იგივე ევოლუციის პროდუქტია, ასე თვისება, რომ რაღაცა უნდა მოხდეს, თუ არ მოხდა, მაშინ სახეობა იღუპება, ხო და ჩვენ ამას ვეწირებით რა, ასე როგორც ინდივიდები. და ამდენად აი ეს ვთქვათ კიდე ერთხელ რა, ბევრგანზომილებიანი და დიდი ასეთი საკითხია, მაგრამ როგორც ყველაფერი ხო, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, მე სწორედ მე მიხარია რომ აი ნახევარ სიტყვაში მიგებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ მაინტერესებს, იმიტომ ვთქვი პიროვნულადაც და პროფესიულადაც, რომ მომავალში ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, თუ ემბრიონის დონეზე, ნაყოფის დონეზე დადგინდება, რატომაც არა, ხო დღესაც კეთდება საშუალწლოში და უკვე ჩარევები და ოპერაციები, ნუ ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ თუმცა ტექნიკურ ოპერაციებს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ გენური ინჟინერიის თემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია კლონირების საკითხი მომავალში ტრანსპლანტაციის განვითარებისთვის, იმიტომ რომ რატომაც არა, ხო, თუ შეიძლება ორგანოთაქსოვილთა დაუშვათ უჯრედთა კლონირება და დაავადებულის ჩანაცვლება ჯანსაღით, რატომაც არა. ნუ ეთიკური პრობლემები ამას ყოველთვის რა თქმა უნდა ექნება. პრობლემა როგორ საკითხი ეთიკური, რომ უბრალოდ რისკი დასარგებელი განისაზღვროს. თუ რაღაც ამოცემულობისთვის ეს ჯერ მომწიფებელი ვართ და მეტი რისკია ვიდრე სარგებელი, ბუნებრივია შეიძლება ეს გადაიდოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება. ანუ ასეთ ტექნოლოგიებს ახასიათებს ის, რომ ხელოვნურად ვერ შეაჩერებ ამის განვითარებას. ეს ერთი ჯაჭვური რეაქციასავით არის, ხო? ერთი თუ დაიძრა, ძალიან სწრაფად იცის ამან განვითარება, ხო? ხო, მაგრამ მაინც ვითარდება. ამიტომ ესეთი სახით დავსვამდი კითხვას და მე უფრო სხვა თემებზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენი პირველი ნაწილი მინდა რომ მაინც თქვენ საქმიანობას შეეხოს და მე ზოგადად მინდა რომ მეცნიერებაზეც, სამეცნიერო განათლებაზეც და ზოგადად სასოფლო მეცნიერებებში აკადემიურ განათლებაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენი მხელა გამოცდილება გაქვთ, თქვენი კარიერული გზა იყო ისეთ ინსტიტუციებთან, ადამიანებთან, ნუ ეს ფაქტია ურთიერთობა, რაც შემთხვევით იყო, შემთხვევით აფერხდება, მაგრამ ნუ იცით რა არიან ჩემი კოლეგებიც, ახლა ახალგაზრდების, რომლებიც ახლა წარმოუდგენელია, ხო? ბევრი იმ ინსტიტუციის კარი შეღება ან ისეთ ლაბორატორიებში, ან ისეთ კომპანიებთან მუშაობა და უბრალოდ გამოცდილების გაზიარებაა და სასიამოვნოა თქვენ რომ მოგისმენენ და ამ კარს ვირტუალურად თქვენთან ერთად შეაღებენ. ეს არის რომ ამოგზაუროთ ცოტა ჩვენი კოლეგები იმ სამყაროში, რომელსაც ცოტა მაღალი, ასე ვთქვათ, დონე ქვია, კვლევების დონე. ხა საქართველოს აქვს დღეს ეს პრობლემა რა, ხა ჩვენთან მეოთხე ფაზის კვლევები ხანდახან მეორესი ასე თუ ისე არ აუშავს, მაგრამ ხა პრეკლინიკური და პირველი ფაზის კვლევები თუნდაც მეორე ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ ჯერ მაინც არ ვართ აქამდე მისულები და უბრალოდ ამ თვალსაზრისით ვამბობ, რომ რაღაც თქვენ თუ გაგვიზიარებდით თქვენს გამოცდილებას, რაღაც მოგვიყვებოდით, ეს ცუდი არ იქნება, მაგრამ აი ვიდრე უბრალოდ მეორე ნაწილზე გადავალთ ის, რასაც ქვია ახალგაზრდების კარიერული განვითარება მეცნიერებაში და აი რასაც თქვენ თავშად ურჩევდით ქვეყანასაც რა მიმართულებით წავიდეს, რომ განვითარდეს ჩვენთან ნამდვილი მეცნიერება, ნამდვილი სამეცნიერო კვლევები და ასე შემდეგ. აი უბრალოდ მინდა ეს სექტორი ჩვენი საუბრის ემით დავამთავროთ, რომ გამოვხატოთ რეგრესისა და პროგრესის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც. აი ეს საინტერესო თემა, რომელიც ბუნებრივად ხდება, ხო, რაღაცა ხდება მართლა. უმრავლესობა მუტაციებისკენ მაინც ესია სამყარო აწყობილი. უმრავლესობა მუტაციებისა ხდება იმისთვის, რომ
შევეკუოთ იმ ცვლად გარემო პირობებს და მაინც რეგრესიისკენ წავიდეთ, მაგრამ რაღაცა ნაწილი ხდება სამწუხაროდ პროგრესისკენ წავიდეთ და რაღაცა ნაწილი სამწუხაროდ რეგრესიისკენ წამსვლელი. აი აქ რჩება ეს თეორიულად ეს კითხვა, შეიძლება ხა ძალიან დილეტანტურ კითხვასო, მაგრამ თეორიულად ლოგიკურად ჩდება თუ შეიძლება გენური ინჟინერიის, აი პროგრამირების, ცვლილებების გზით, რომ მინიმუმამდე დავიდეს რეგრესიისკენ წამყვანი, ასე ვთქვათ და მაქსიმუმისკენ წავიდეს პროგრესისკენ წამყვანი. ეს რამდენად არის? რახან ჩვენ მართულ ევოლუციაზე ვსაუბრობთ, ამიტომ გეკითხებით. შეუძლებელია, ჩემი აზრით. თვითონ ბუნება ესეთია ამის თქვა. ანუ მართულ ევოლუციაში რა იგულისხმება? მართულ ევოლუციაში იგულისხმება, როგორ გითხრათ, როგორც რაღაცა ჯიშების გამოყვანა ძაღალი იქნება თუ სელექცია გარკვეულწილად და ახალი ჯიშები. რაღაცა იგივეა და ახლობით უბრალოდ სხვა დონეზე ხდება და სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი. ერთი რაღაც რა დამოვიწყდეს ესე თუ ეთიკა რო ახსენებ. პრინციპში რომ დააკვირდეთ, ხა გასაგებია რომ ეთიკური დაკვირვებები არსებობს და იმ მომენტში როცა ამაზე მიდის კამათი, ახლა თქვა რაღაცა ну თითქოს ლოგიკურად, მაგრამ ჩამში რომ დააკვირდეთ, მას შემდეგ რაც ეს ბარიერი გაირღვევა, ყოველთვის ჩანს ხომ ეს დრო დაკარგული იყო. იმიტომ რომ თითქმის ასე თქვა თითქოს ყველაფერი აღმოჩნდა რომ მართლაც ჯობდა დროზე გაკეთებული იყო. პროცესს არ გამორჩენოდა, იმიტომ რომ იგივე იყო გენური ინჟინერიას ებრძოდა სერიოზულად დევიდ ბალტიმორის ჩათვლით, რაც ესეთი ლოგიკა არის, თვითონ იყო შევქმნილი და მე გამოყენებელი, მაგრამ იმ მომენტში თუ ამბობდა რომ აი რაღაც სიფრთხილეა საჭირო, ну ახლა ბალტიმორი ერთი თელი ეს ხალხი მის გარშემო. ну ბოლო-ბოლო იყო ხოლმე ასე არ არის, ხო? ახლა იგივე იმიტომ რომ განაყოფიერებას რამ ხედავ და ყველა თვალსაზრისით, ხო მეცნიერულის არა მარტო დილეტანტური. ხო და ახლა ბოლო კითხვა რას ვეძანეთ, ესე იგი ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახლა ვერ გაიგებ, ну აი ასეთია რა. ბუნება მაინც ბუნება ამბრძანებელი. ხო, ну, კი და თეთრი თუმცა იდეურად შეიძლება ალბათ რომ მე სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ თუ ჩვენ შეგვიძლია რომ უფრო მაინც პროგრესისკენ წავიდეთ, იქნებ დაავადებათა თვითონ განვითარების რაღაც შემცირდეს. გენური, აი როგორც ვიტყვით ხოლმე რომ გენეტიკური მიდრეკილება აქ ხო არის ეს განწყობა, მოდით ესე ვთქვათ, მემკვიდრეობითი და გენური განწყობა რაღაც დაავადებების მიმართ ეს მართლა ხო არსებობს. მე არ ვსაუბრობ მემკვიდრეობით დაავადებებზე, მართლა გენთან შეჭიდულ რაღაც პათოლოგიებზე. მე ვამბობ, მაგრამ მართლა წინასწარ განწყობაზე დაუშვათ ეს ბრაკა მუტაციები და ესენიც რატო შემოვიდა, რომ მე მაქვს ჯერ არ მაქვს ეს დაავადება, მაგრამ რახან ესა თუ ის კი ბატონო, ამას გულისხმობს ზუსტად რომ ეს უკვე სხვა ეგორი უეცა უკვე ვიცით რა ხდება კი ბატონო, რომ შეიძლება გავზარდოთ უფრო პროგრესისკენ მიმავალი ცვლილებები და რეგრესისკენ მიმავალი ცვლილებები. მართლა ბუნებამზანებელია. ბუნებამზანებელია, ცხადი გამახსენდა ბაჟა, ეხლა თუ ახსოვთ იქ არის ერთფერად თვითფერლი რესაკვის თეთრის და შავის. ერთფერად თვითფერლი ეს ანუ კი ბატონო. ამისთვის არ არის საჭირო ბიოლოგობა რომ მიხვდე რომ ნახა თანაბარია შანსები მოდი ესე. ბაჟა არის საჭირო შეიძლება, მაგრამ ხო ეს ასე არის ყოველთვის. იმიტომ რომ ნუ ხაცა იქ მქანქარას იგივეს რომ დააკვირდეთ და აცროს შორს გასწევთ მარცხნივით უფრო ხა შუაში არ გაჩნდება თუ რაღაცა სხვა ესეთი არ ხდება. ანუ ძალიან მარტივ განაზრებას ემორჩილა და ეს თავისთავად აი ეს პროგრამა რაც თქვენ თქვით რომ აი თქვა თავისი ასლი დაამზადოს ხო გენომა რომელიც დიდია ძალიან ჩვენ სხვა შორის ძალიან დიდი არ არის. ამებას ჩვენზე 200 ჯერ დიდი გენომი აქვს და ამას ყველაფერს ახლა შროშანას ყავდეს 20 შროშანას 30 ჯერ დიდი ვიდრე ჩვენ. აი ის რომ ამის ასე ვთქვათ ასლი მზადდება ისეთ ცდომებით, ესეც ევოლუციის პროდუქტია, რომ 100%-იანი სიზუსტე რო იყოს, ის შედის ევოლუციურ ჩიხში, იმიტომ გარემო იცვლება, ხო? დათბა, აცივდა. და მას ჭირდება ეს. და მეორე ასპექტი, ხო, რატო არის ეს? იმიტომ რომ აი ვთქვათ, ანუ სახეობას არ უნდა რომ თქვათ თუ შეიცვალა გარემო, აი მერე დაიწყოს შეგუება. ამიტომ წინასწარ ეს მრავალფეროვნება წინასწარ არის. და როცა ბუნებრივი პირობებით, ну გარემო პირობა და ვთქვათ იცვლება რაღაც ნაწილი, ვინც შეეგუება, უკვე შეგუებულია. მარკ შეიდერი გასოს შეეგუეთ და უკვე შეგუებული, ძალიან ფილოსოფიური სპეციალისტები. ის უკვე ზათარი. ხო და აი მაგდროს არის ხოლმე მარტივი მაგალითი ძაა, რომ გაიხსენეთ თქვენი 10 ნაცნობი ნებისმიერი, აუცილებლად იქნება ვისაც უყვარს თქვა სიცხე და არ უყვარს სიცხე, ან პირიქით. კი ბატონო. ხო და აი ახლა თქვა ტემპერატურა რო აიწიოს, ის ხალხი ვინც იმ დროს უპირატესობას შეიძენს, უკვე მზად არის. ამბროდ აი ეს რო დავთვალო. აი ზუსტად ამაზეა საუბარი, რაღაც გარკვეულ წინასწარ განწყობა ჩვენ მაინც გვაქვს. და აი ეს შეუძლებელია მიმართულების შემთხვევაში. ამას რაღაც მიმართულება არის გადარჩევა ამისი, ხო? ახლა დავის თავარი იდეა უმარტივესი რაღაცა იყო, ვინც კარგად ჭამს, იმას მეტი შვილი ყავს, მარტივად ვთქვათ, ხო? შესაბამისად თვისებას გადასცემს. თვისება რა არის, როგორია, უკვე
ეს პროგნოზირებადი ხარია მონებს. მაგრამ აი ეს პროცესი არის ბრმა თვითონ, ხო? აი ნებისმიერი ბიოლოგიური პროცესი რო ავიღოთ, თუ თქვათ ტრანსლაცია, მაგალითად, ხო, ვირუსი რითი სარგებლობს, შეუშვებს თავის DNS-ს ან RNA-ს და ჩვენი რიბოსომები იმას ცილას ამზადებენ, ის ცილა მერე ვექტორები იმას ემსახურება თვითონ ვირუსს, ხო? ანუ თითოეული ნაბიჯი არის ბრმა, ეს გასათვალისწინებელია. ხო, აი ეს ბრმა რო არის, ეს ძალიან საინტერესოა მოსასმენად, იმიტომ რომ ეს გარკვეული შეგუება იმასთან, რომ არსებობს რაღაც განუზღვრელობის ეტაპი მეცნიერებაშიც, ხო, და ჩვენს ქმედებებში და მერე იწყება რაღაც განსაზღვრულობის ეტაპი და იქ არის რაღაცა რომ ვეგუებით რომ განუზღვრელობა მარადიული შეიძლება იყოს და არის როცა გვაქვს ის განწყობა, რომ განუზღვრელობა აი აქ დამთავრდება, იმიტომ რომ მე აქ ამას გავარკვევ და მერე უკვე შევძლებ უკვე განსაზღვრულობა მქონდეს და კონკრეტული ცოდნა მქონდეს და კონკრეტული ბმა ვიცოდე, ნამდვილი კორელაცია ვიცოდე ამ მოვლენასა და ამ მოვლენას შორის. და იქ სადაც ჩვენ ვიცით, რომ განუზღვრელობა მუდმივი იქნება, იქ ბრმა არის და ეს საინტერესოა მის აღიარება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გონია, რომ ადამიანი მართლა რახან უმაღლესი, ასე ვთქვათ, გონებრივი თვალსაზრისით უმაღლესი ის არის, ესე არ არის, ნამდვილად არ არის. გეთანხმებით, თუმცა სურვილი იმისი, რომ მართული იყოს რაღაც პროცესები, როგორც სასარგებლო მიმართულებით, რა თქმა უნდა, ნუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით ვამბობთ, რა თქმა უნდა, ეს სურვილი ადამიანური სურვილია, ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ თქვენ გამოვიკვლიოთ და თუნდაც ის პარადოქსი, როცა იმის მაგივრად, რომ იმუნიტეტი გამოიმუშავებდეს თავის დაცვის საშუალებას, ფაქტობრივად მოკავშირე ხდება მტრის, ხო? ნუ მტერს არ უნდა შევეკრათ ზავითა ეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ჩანს და ალბათ ჯანმრთელობაშიც, მაგრამ ფაქტია, რომ ხანდახან შეცდომას უშვებს ჩვენი ორგანიზმი და მტერს უმეგობრდება. აი აქ არის საინტერესო, ესეც ევოლუციის გამოხატულებაა, ხო? და ეს რაც ინდივიდის დონეზე და არა შეცდომა. შეიძლება ეს არის საინტერესო. ხო, შეცდომას თუ დავარქვევთ იმას, რომ თქვათ, აი ინფორმაციის გადაწერის დროს, გადაწერა უნდა მოხდეს, ხო, ასლი დამზადდეს, თქვათ, ჩვენ ვიწყებთ ერთი უჯრედით, ვამთავრებთ რაღაც 15-20 ტრილიონით, ხო, დიდი რიცხვია. და ნუ ცხადი ამ დროს ეს ხდება და ხდება, ასე ვთქვათ, ბრმად, ხან აქ მოხდება, ხან იქ წინასწარ ამას ვერ. რაღაც ადგილები შეიძლება არის, სადაც მოდნა მეტი სიხშირით, მაგრამ ეს პრინციპში საერთო სურათს არ ცვლის, თქვათ. და აი უბრალოდ მე ეს რას გამოიწვევს და ეს რამდენად იმოქმედებს ამ ცვლილება დავარქვათ, შემთხვევითი ცვლილება, ხო, მთავარი სიტყვაა შემთხვევითი. ცვლილების მატარებელი რას იზამს, უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ამას ხედავთ, რომ ეს მეცნიერებას ტოვებს, ახლა იქ მაგალითად აი რომ ახსენეთ, თქვათ, სიტყვას მოყვარული ხალხი რაოდენობა გაიზარდა. იმათში აი იგივე პროცესის გამო ხედავთ გაჩნდებიან სიცივის მოყვარულებიც. ავტომატურად ეს ანუ ეს არ არის, ხო, ეს მიმართულებებია. ევოლუციას არ აქვს მიმართულება, საერთოდ არ არის მიზანი, ასე ვთქვათ, ინტერესი. უბრალოდ აი როგორც იგივე ვთქვათ, რაღაც ვთქვათ წვიმას ახლა, ხო, მიზანი ხო არ არის, უბრალოდ ეს პროცესები ლაგდება. აი რამდენიმე ასეთი მარტივი კანონის. აი ამ სიცოცხლე ერთი შეხედვით რთულია, სინამდვილეში მარტივია, სიმარტივის გაგება არ არის ადვილი სხვათა შორის. და ნუ აი ეს მიმართულებით, მაგრამ ამას მედიცინასთან შეიძლება ესეთი მჭიდრო კავშირი არ ქონდეს, ერთი შეხედვა საბოლოო ჯამში. აქვს, იმიტომ რომ იმუნური პასუხი ჩემი მე ყოველთვის მინდა რომ სწორი იყოს და ჩემმა ორგანიზმმა ის გამოიმუშაოს, რაც შემოჭრილ უცხო სხეულს იქნება ის ვირუსი თუ მიკრობი თუ ნებისმიერი სხვა, ასე ვთქვათ, აგენტი, რაც ჩემთვის უცხოა, ალოა, ასე ვთქვათ, უპასუხოს სწორი რეაქციით, ანუ ან ებრძოლოს, ან მოკლას, ან განდევნოს, ხო? ისე რომ მე არ დამაზიანოს. მაგრამ თუ ჩემი საპასუხო რეაქცია არ იქნება სწორი და პირიქით დაუმეგობრდება კიდევაც იმ გამოწვევას, მაშინ ჭირდება ხო გარედან და ამიტომ ამბობ თუ ჩვენ მოდიფიცირებაზე ვსაუბრობთ შემდგომში ახალი მოდელის შექმნაზე ვსაუბრობთ იმუნოთერაპიის დაუშვათ. აი აქ შეიძლება ეს საინტერესო იყოს. როგორ გავწვრთნათ, როგორც ხელოვნური ინტელექტი ახლა შემოვიდა, ხო წვრთნიანი სიცოცხლე ახლა ესე თავისი ზეპირად ხო იმასაც ხო ადამიანი იქნის, წერს პროგრამას და ამ პროგრამას ასწავლის, ხო ამ ხელოვნურ ინტელექტს. ხო არ შეიძლება რომ ვასწავლოთ მაშინ ჩვენს იმუნიტეტს, ამას გულისხმობ პირობითად რა თქმა უნდა. ხო, რომ სწორი პასუხი გასცეს ხოლმე ყოველთვის. ეს ხო ცოტა რთულია. ხო შეიძლება, მაგრამ ეს უკვე იქნება უშუალოდ პროგრამაში ჩარევა, ვთქვა. აი ამას გულისხმობ, ეს უკვე იქნება. საიდანაც მოდის ეს პრობლემა დავარქვათ. და
რაც შეეხება მიღებას, აი თქვათ ეს ნუ წლევანდელი კიდევ ერთხელ ნობელში მაინც შეიძლება საქმე არ იყოს, მაგრამ თვითონ იდეა რომ ხელოვნური ინტელექტი ცოტა ხანში ახლა ეს უკვე როგორ არის თვითონ 7 მილიარდი პარამეტრი შეყავთ იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა და ესენი ამბობენ და ასეც იქნება, თქვათ რომ ნებისმიერ ესე იგი თქვათ დღეს რომ აკეთებთ რაღაც ინჟინერება მიდის, უბრალოდ შენ ეთქვი რომ აი მე მინდა რომ აი თქვათ იმანური პასუხი რა ციტოკინების დათრგუნვა მაგალითად ხო? აი და ამემზადე 60 ამინოჟავიანი პატარა ეგეთი ნახევრად ჰორმონი თქვათ, რომელიც დათრგუნავს ციტოკინს და გიმზადებთ და ეს მალე მოხდება. ეს მალე მოხდება. ეს არის გადასარევი, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა იცი და აღიარებ, იქ უკვე იმაზე დროს აღარ ხარჯავ. და აი ეს არის ძალიან სასიამოვნო, ხა ამ ნაწილში ჩვენი საუბრის და ჩვენ მე გადავიდეთ შემდეგზე, იმიტომ რომ ძალიან ბუნებრივი ხიდი გამოგვდის, რომ იქ სადაც მე ვიცი რომ ჩემი იმუნიტეტი ამას ვერ გააკეთებს, რომ ბუნებრივად შეიძლება სხვანაირად წარიმართოს და ამიტომ აქ იმუნოთერაპიას და ამის მოდიფიცირებაზე კი არ უნდა ვიფიქრო, არამედ ჯობია გარედან შემოვიდეს რაღაცა და ეს არასწორად წარმოქმნილი დათრგუნოს სიტყვაზე, ვიდრე მე იმაზე დავხარჯო დრო და თანხები, რომ გავწვრთნა ჩემი იმუნიტეტი. აი ესეც ხომ უარყოფით შედეგია ზოგჯერ კვლევებში, ხო? იმიტომ რომ იცი რომ იმაზე აღარ დაიფიქრო. ანუ მაგიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს ბალანსი, რომელიც ზოგადად ყველგან გვჭირდება ყოველთვის აზროვნებაში, ცხოვრებაში, ფიქრში, მოქმედებაში, მაგრამ მეცნიერებაში ვფიქრობ ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ იმის იქით თუ იცი რომ ბრმა არის, ჭიხია, შეიძლება უფსკრულია და უარესი მიიღო, იქ ჩერდები, კმაყოფილდები იმით, რომ ეს აღიარებ ამას, რომ იმუნიტეტს აქ ვერაფერს ვერ ჩაერევი და ჯობია გარედან უკვე წარმოქმნილი რაღაც არასწორი პასუხი დათრგუნო გარდან, ისე როგორც ალერგიული რეაქციაზე შევეგუეთ იმას, რომ ჯობია მივიღოთ დაუშვათ ანტიჰისტამინური, ვიდრე იმაზე გავბრაზდეთ, რატომ აქვს ალერგიული რეაქცია ამა თუ იმ პრეპარატზე. კეთილი, მე ვფიქრობ, აი ძალიან გასაგებიენით ვესაუბრებით მეტნაკლებად ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ხსნით ყველაფერს და დიდი მადლობა ამისთვის. კი, ძალიან და მინდა რომ ახლა სწორედ გადავიდეთ იმ ნაწილზე, რომელიც ალბათ უფრო ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს და მეცნიერებს აინტერესებთ და არა უბრალოდ ჩვეულებრივ არა სამედიცინო ან არა სასიცოცხლო მეცნიერებების პროფესიაში მოღვაწე მაყურებელს. ვინაიდან კიდევ ერთხელ ამბობ, ერთი ტკივილი არის ის, რომ საქართველოს თავისი რესურსი ძირითადად ინტელექტუალური რესურსის ფლობელი ქვეყანაა, მეტად და არასასოფლო-სამეურნეო თუ მძიმედ მრეწველობის ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს ესეა და ნუ ზოგადად ალბათ პატარა ქვეყნებში ესეც უნდა იყოს. ამიტომ თუ ჩვენი სიმდიდრის და ჩვენი განვითარების, როგორც მედიამ თავის დროზე და ის რაც არის ჩვენთვის ოქროს საწმისი, იმიტომაც ვამბობთ, რომ ის სიბრძნე იყო, ის ცოდნა იყო, ჩათვალა რომ ყველაზე დიდი განძი რაც იყო, ხო? იგივე ბერძნებმა რომ ქონდა ოქროს საწმისი, ანუ ჩვენი სიბრძნე ცოდნა მეტალურგიაში თუ აგრიკულტურაში და ამ შემდეგ და ეს უნდა გაეტანათ სიმბოლურად ოქროს საწმის სახით, ხო? დაუშვათ. დღესაც ვფიქრობ, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელმაც ინტელექტუალური რესურსით უფრო შეიძლება გაიმდიდროს და გაიმაღლოს თავი, ვიდრე დაუშვათ რაღაც პროდუქციის შეიძლება წარმოები, თუმცა ისიც საჭიროა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ გვყავს მართლა ძალიან პატარა ქვეყნისთვის, ამ მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის, ბევრი გვყავს პროცენტულად ნიჭიერი, მონდომებული და საინტერესო ქართველი, რომ ნუ ისტორიამაც დაასაბუთა რამდენმა ახალი რამ წამოიწყო მაშინათვე, როგორც კი მოხდა შესაბამის გარემოში. ამიტომ ერთი ტკივილი არის ის, როგორ განვავითაროთ ქვეყანა ისე, რომ აქ შეიძლებოდეს მაღალი დონის ფარმაცევტული, იგივე თუ ბიოტექნოლოგიების განვითარება და კომპანიების გაკეთება და აღარ ვსაუბრობ რომ დიდი სამეცნიერო კვლევების დაგეგმვა და მეორეს მხრივ განათლება. აი თქვენი პოზიცია და თქვენი თუნდაც რეკომენდაცია, რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოში ისე, რაც თქვენ საზღვარგარეთ დაუშვათ ნახეთ და მოგეწონათ, რომ ჩაბარებიდან და სტუდენტური წლებიდან დაწყებული მეორე უკვე პოსტდიპლომური სწავლების ეტაპით და მეცნიერების განვითარებით რაღაც ისეთი სისტემა შევქნათ ქვეყანაში, რომ ამან საკმაოდ წინ წაწიოს საქართველოს თუნდაც რეგიონში სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ხო, მირჩევა რომ გონია ხას ჭირდებოდა უბრალოდ თქვენი მოსაზრება. ხო, ნუ მე მაქვს საქმე ახალგაზრდებთან, ძამბებთან, მაგრამ ერთადერთი რაც ჩანს იქ რომ ახლა არანაირი თქვა ხა შემირჩევა და არასატარავის რჩევა არ სჭირდება, შესაძლოა იციან რაც, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთდეს არის გარემოს შექმნა, ისეთი, როდესაც აი ადამიანის მონდომება, თქვა შრომას რაღაცა შედეგი ექნება, უბრალოდ იმიტომ რომ თქვა შემდეგი ნაბიჯი გადადგა და
აი იგივე თქვა აუთსორსინგი რო ვახსენეთ, ხო? ხა საქართველოში ბიოტექის რო ჩამოვაყალიბოთ სერიოზულად კონკურენტუნარიანი თქვა, რომ რაღაც ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ხა იქ არის, ასე თქვა, თელი ეს გარემოლის და ხო იმპერდენ რაღაცას ხელასწრაფად. ხო, ელემენტარულად კულტურა რო დავარქვათ, ასე თქვა, ამისი იქ არის, ჩვენთან არ არის. მაგრამ აი ეს აუთსორსინგი რო ხდება, ხო, თქვა, შეიძლება ის მინიმუმამდე დაყვანა, ანუ სულაც დაჭდეს 2-3 ადამიანი, ერთი პატარა ლაბი ქონდეთ. აი თუ კი ექნებათ კომუნიკაციის საშუალება, თუ კი რაღაცას რო გამოიწერელი აქ ფასებს არ გავუზდიან ორჯერ და ახლა რო დავიდეთ აი ესეთ მარტივი პრობლემა. აი ეს მაინტერესებს სწორედ, იმიტომ რომ საშინელება კი არ წავიდე მე და იქ კი არ განვითარდე როგორც პროფესიონალი და მე დავრჩე იქ. არამედ შემეძლოს აქ ვიჯდე მართლა ერთ ოთახში და ვაკეთო ეს. კი, ახლა ხო და აი გეუბნებით რამე საერთოდ. თქვენ კარგად ჩამოვაყალიბეთ მოდელი წევა, ვიღალასავით. შუაში გავაკეთეთ რა, მე ვიყავი თქვა იქ, არ აქვს სადღაც სხვა შტატებში, ჩემი კოლეგა ბავშვი აქციის და ერთი და იგივე რაღაცას ვუკეთავთ და ნუ რაღაცა თერმოფიშერი მაგალითად ხო, რომელიც ტიპის ყველაფერს რაღაც კომპანია იყო არ მახსოვს შეიძლება აიდით. ვუკეთავ მე მაჩვენეს ფას თქვა $120. აქ აჩვენებს 320 ორჯერ, 3ჯერ ძვირს, იმიტომ რომ აი ეს დისტრიბუტორები რაღაცები ხო, პლუს ახლა დასავლე დრო, ხო, იქ მაგალითად, ნუ აი ხა ეგრეთ წოდებული პრაიმერები რაც გამოიყენება, ერთ-ერთი საშენი აგური დავარქვათ რა, ვიოლოგიაში იქ მზადდება თქვა ერთ დღეში. დილას შევკვეთავ, საღამოს შევკვეთავ, დილას მოგიტანეთ. თქვა რაღაც დასაკვირვება გინდა, იმასაც უკვე რამდენიმე საათებით იზომებთ, ხო? აქ თუ შენ თუ ტაქსი და ერთი თვე, უკვე სულ რო მესმის. დარმინდა მედალი დასვა ერთად დამუშაო, ჩამორჩებიან, ხო? არ გამოვაბა. ხო და აი როგორ შეიძლება ამის გამოსწორება? ეს უკვე სულ სხვა რაღაცა, ეს არის როგორ დავარქვათ, ნუ ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ რაღაც შეგნება ელემენტარული, ვისაც უნდა კონდეს და ეს მოდეს რაღაც, იმიტომ რომ ხა შეიძლება თქვა რომ მე რო ბაჟი რომ მოხსნა შემოსავალს დავკარგავ. კი დაკარგავ 6 თვით, მაგრამ მე სამაგერად ქვეყანა წინ წავა, ხო, მე ვთქვათ რა. ასეთ რაღაცა თვითონ რაც შეეხება ბავშვებს, ასე დავარქვათ სტუდენტებს, ძალიან კარგები არიან და უმრავლესობა ვინც თქვათ აქ დაამთავრებს თქვათ უნივერსიტეტს მე იმუშავებს და გზნობს რომ დაჭირდება მიდიან და თქვათ ახლა ჩვენ უნივერსიტეტთან დამთავრებული სტუდენტები ყავდა, იმუშავეს რამდენიმე წელიწადი და წავიდნენ კაროლინსკაში, როჩესტერში, კოლუმბიაში, უნივერსიტეტებში და ასე კარგად მუშავენ, არა აქვს მნიშვნელობა. ხო ეს ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია ჩვენი დროის, რომ როგორც ადრე რო იყო რა ჰარვარდი და პერკლი და სტენფორდი აღარ არის ახლა ეგრე ესეთი რაღაც თქვა PCR-ი ვინმეს გაუგია სეტუსი კომპანია თუ არ ჩაიხედე არც გეცოდინება თქვა სადაც ამხელა ნუ ყველაზე დიდი რევოლუცია რაც მოხდა ბიოტექნოლოგიაში ხო ამდენად იმიტომ რომ ნუ აღარ არის ინტერნეტი და ინფორმაცია ყველაფრის საკითხვა შეუძლია ხო კი ახლა იმაზეც არის საუბარი რომ გარკვეულ პროფესიებში შეიძლება საერთოდ ზაღუდულს რასაც ეძახიან ანუ კედლების გარეშე სწავლება ანუ უნივერსიტეტის პროგრამას მიიღებ და კი ეს კოჩერს კორონას დროს ეს ძალიან კარგად გაიტესტა ერთგვარად იმიტომ რომ ბევრ მიმართულებით დისტანციური სწავლება და სწავლაც აღმოჩნდა მოხერხებული უბრალოდ აძლევ პროგრამას, ეუნები სილაბუსს დაუშვათ საკითხს და ნუ ის მერე თვითონ პრინციპში სწავლების პროცესიც ესეთია ჩვენ მაღლესში უკვე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო ხა სტუდენტზე ორიენტირებული გვაქვს და არა პედაგოგზე ორიენტირებული სწავლება განსხვავებით ხო წინა პერიოდისგან როდესაც ხო ნუ ეს teachers oriented იყო იმითი ცუდი რომ აი ლექცია უნდა წაგეკითხა 40 წუთი მარტო შენ გელაპარაკა ისიჯდა და გისმენდა და ნუ ძალიან რთულია ეს ახლა ჩვენ ვიცით რომ 10-15 წუთის მერე აქტიური მოსმენა მთავრდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ფაქტი რომ სტუდენტზე ორიენტირებულია იმითი კი არ არის რომ თვითონ მუშაობს არამედ შენი ფუნქცია რჩება შენ აძლევ იმას მიმართულებას ეუნები რა წაიკითხოს როგორ არასთან როგორ დააკავშიროს მაგრამ იმისი მიზანი არის ეს ინფორმაცია რომელიც მიუთით ეშე რომ მოიძიოს მარტო ინფორმაციად არ უნდა მიიღოს ის უნდა გაანალიზოს იმიტომ რომ ცოდნა არის გაანალიზებული ხო ინფორმაცია თავისთავად ცხადია და ამიტომ მაქვს თქვენთან ეს შეკითხვა თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად შეიძლება ჩვენ საქართველოში მოვახერხოთ თუნდაც უცხოეთიდან ჩვენივე კოლეგების ჩვენივე თანამემამულებს რომელიც დარჩნენ ამ წამყვან უნივერსიტეტებში და ინსტიტუციებში ამ კვლევით ცენტრებში თუნდაც დისტანციური გზით თუნდაც თვეში ერთხელ
ჩაერთონ, მისცენ გარკვეული პროგრამა, გარკვეული დავალებები და მე აქ იმუშაონ. ანუ სწავლების პროცესში რამდენად არის და მე უკვე თვითონ პროექტების განხორციელების ხო? ხდება ეგეთი რაღაცა, არა ხალხი კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამან რომ მიიღოს ისეთი ეს დროის საკითხია რაღაცა პოპულარულივით რომ გახდეს. აი მაგალითად რეგულაციების თემა არ შეუშლის ბატონო ცოტნე ამას ხელს არ ჭირდება რამეცვლიებები რეგულაციებსაც. ნუ ხა თუ ეს თქვათ რაღაცა ხარისხის მიმნიჭებელი ან რაღაცა სერტიფიცირების დონეზე თუ არის, მაშინ ალბათ დაჭირდება და ხა ისე უბრალოდ რომ ისწავლონ, რაც უფრო მეტად ასეთი ფორმატი უყვარს სხვა შორის. და არა მარტო ჩვენთან, ბევრგან არის ასე. თქვათ ახლა ჩვენთან ახლა ჩვენი ბიბლიოთეკი სან-დიეგოში იყო UCSD-ის გვერდზე, უზარმაზარი უნივერსიტეტია და სტუდენტები ჩვენთან მოდიოდნენ, მუშაობდნენ ორ-ორი კვირა. და ბევრად უფრო კმაყოფილები იყვნენ, ვიდრე იგივე პერიოდი თქვათ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ მეტი წვლომა ჰქონდა თქვათ ну რაღაც bench space დავარქვათ რა, რაღაც ლაბორატორიაში და თანაც ხალხთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური იყო. აქაც ამდაგვარი რაღაცები შეიმჩნევა შიგნაში. ну ახლა თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ ეს კი კარგია, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა სილაბუსი და ეს არსებობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა ძლიერი იყოს, მაინც კედელია, ხო, ადრე თუ გვინდა. ანუ აი ასე ვთქვათ, აკადემიის იქით ცოდნის მიღება, ну განათლება ცოტა ესეთ სიტყვა, ცოდნის მიღება და ამის გამოყენების შესაძლებლობა და ეს ყველაფერი, ხო, ეს რაღაცა იგრიბება ერთად. ხო, ну ამიტომ ამბობ, აი თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ რაღაცა პოლიტიკური ნება რო არსებობს და ფინანსური მხარდაჭერა როცა არსებობს და დაბრკოლებები ხელოვნური, დაუშვათ იგივე საბაჟო გადასახადიდან დაწყებული და მთავრებული რაღაც დაუშვათ ხელოვნური რეგულაციები და ეხლა დღეს ჩვენთან მაგალითად იგივე დისტანციურ განათლებაზე ან სხვა გამიღებული სერტიფიკატის აღიარებას და ამ შემდეგ, ну რაღაცებზე არის რაღაც პრობლემები, ხომ ყოველ შემთხვევაში სამეცნიერო სფეროში ეს ასეა, ხო? ამ ყველაფერს თუ მოვაშორებთ, წარმოვიდგინოთ, რომ პრინციპში არ არის ესეთი დაუძლეველი, ხო, კარგი ადვოკაცია უნდა, ამ ყველაფერს ახსნა უნდა და შეიძლება ეს რეგულაციები ნელ-ნელა ეს მოგვარდეს, მაგრამ მე უფრო ის მაწუხებს, რომ ესეთი კუნძულები საქართველოში, დავუშვათ თუნდაც პატარა ქვეყანა ვარ და 5-6 ლაბორატორია რო გაკეთდეს ისეთი, რომელიც ნუ სხვადასხვა რა თქმა უნდა ხასიათის და მიზნის და მიმართულების, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ გამოდგეს იმ სატელიტებად, რომელსაც მე თუნდაც აუთსორსზე დასვამს რამოდენიმე ბიოტექ კომპანია და აი ეს უკვე ტექნიკურად რთულია, როგორც მე ვხვდი, ხო, ინფრასტრუქტურულად ალბათ და კადრების თვალსაზრისით. ტექნიკურადაც და ადამიანური თვალსაზრისითაც თუ ყველაფრის გათვალისწინებით, ვითარების ჩათვლით ხო, ხლებაში რაღაცნაირად ეს რესურსი არის, რაც თქვენ თქვით. აი კორონას დროს რაღაც უფრო გაიცნო ხალხმა ერთმანეთს, იმიტომ რაღაცა ყველა რაღაცა შეიძლება ხო თქვა რა ხდება, რა უნდა მოხდეს და რაღაცნაირად კავშირი რაღაც ესეც შეიქმნა, მაგრამ აი სტრუქტურა ესეთი ვერ მიიღო, თქვა რომ აი რაღაცა ესეთი შედეგი დადოს. და რაც შეეხება სერტიფიცირებას, ნუ ხა ეს სხვა მხარეა და მე რამდენადაც ვატყობ პირადად, თქვა რომ აი ესეთი სახის გვაქვს თქვა ურთიერთობა სტუდენტებთან, არავითარი ენთუზიაზმის ნაკლებობა არ შეიმჩნევა პირიქით. ეს უფრო ხა გამოცდა და ჩათვლა და ხა რაღაცა ხანდახან არსალია თქვა, მაგრამ ისეთ თქვა აი ინტერესი მე აშკარად რომ დაინახავ რომ აი რაღაცას მიხვდე, ძალიან ბევრ რაღაცას თქვა შენ თვითონ სწავლობ იმათგან, ეს ორხრივია ძალიან ეს არ არის ისეთ შეგრძნება რომ მე რაღაცას გასწავლე, ერთად ვსწავლობთ, იმიტომ რომ მართლა ყოველგვარი გადაწყდეს რაღაცას შეჭერეთ. ძალიან ბევრჯერ მქონია ხა ჩემი საერთოდ არ ნიშნავს, მაგრამ ნუ აი დავინახე რომ მაჯობეს და ხა მას არაფერი არ ჯობია, შენ რომ ხედავ რომ შენი სტუდენტები ჯობნის რაღაცაში და რაღაც პაულობს რაც შენ გამოგრჩა. ეს თანაც ეს კიდე ერთხელ ეს ხელოვნური ინტელექტის ეს ალბათ ამოვიდა. თქვენთან ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ ამ იდეის გაცნობისას შეიძლება მას სხვა იდეა დაებადოს. ხო, კიდევაც, კი, ხო, და აი პროექტებიც რაღაცა რო კეთდება, იქ პირდაპირ იბადება რაღაცა. რასაც ვერ გათვლი ის არის, ხო? ესეც ევოლუციის ნაწილია. ერთხელ ვიყავი ბოინგის ქარხანაში სიეთლში, იქ რაღაცა ის იყო, თქვა, ცნობილი ბევრი რაღაცა ითქვა და ერთი რაც დაჭერეს ჩამშა რაღაცნაირად, რომ ხა მოდელებს რო უშვებენ, ხო? და ის თქვა რა, მთავრობა ინჟინერმა, ყოველი მოდელის გამოშვება დროს აი ახალი კადრების იზიბადებოდა, მაგრამ რომელიც უკვე შემდეგზე მუშაობდნენ და ეს წყვეტა უკვე ჩვენ ვეღარ ხვდებოდითო, იმდენად სწრაფად ხვდებოდნენ ისინი, რა იყო გასაუმჯობესებელი და იგივეა სხვა ბევრ რაღაცაში ახლა ეს უნივერსალური მოდელი. ამდენად აი ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ ახალგაზრდობას დავარქვათ, ერთადერთი უნდა ხელი შეუწყო რაღაც დასაფერაჭირდება. რომ მესმის რომ ეს ფულთანაც არის დაკავშირებული და რაღაც გარკვეულ პროცესებთან, მაგრამ რამოდენიმე ძლიერი, აი კუნძულებივით რო გაჩნდეს რამოდენიმე ძლიერი ლაბორატორია ერქმევათ, უკვლევითი ინსტიტუტი ერქმევათ, ну ყოველ შემთხვევაში ადგილი, სადაც განხორციელდება ესეთი პროექტები,
მე ვფიქრობ, მაშინ უკვე ძალიან რეალური ხდება ის, რომ მართლა ესე გაჩნდეს რამოდენიმე კომპანია და აი ეს ლაბორატორიები იყოს თავით. მე ესეც გამრავლდება, იმიტომ რომ როგორც თქვენ ფული ხო შემოაქვს. კი, სწორედ, სხვა შორის ეხა მთლიანობაში ხო, ნუ დასავლური დავარქვა საზოგადოება, ხა იაპონიის კორეის ჩარლი, ну, თქვა ბიოლოგიაში ყველანაც ეგრეა, მაგრამ აქ თქვა მე უფრო კარგად ვიცი. იმდენად ღია საზოგადოება არის, თქვა რომ სადღაც წასვლა და სხვაგან მუშაობა ითვლება ერთ-ერთ ლამის აუცილებელ ნაწილად. ამიტომ ეგეთ რაღაც რო გააკეთო, ჩამოვა იაპონელის და ფრანგის და ამერიკელის და არანაირი საქმე არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ წავიდეთ, აქ ჩამოვიდეს და შეიძლება იაფი დაუჯდეს უფრო აქ შეკვეთა, გარკვეულწილად არ არის გამორიცხული, თუ აქ კარგი ხარისხით გაკეთდება ის ლაბორატორიული დაუშვათ. კი ბატონო, იმიტომ რომ ხა ევროპაში რო შეუკვეთას, ან იგივე თავისავე იაპონიაში შეუკვეთავს, ხო სადღაც ეგ შეიძლება რაღაც ერთნახევარჯერ ძვირი დაუჯდეს, ორჯერ ძვირი დაუჯდეს, ვიდრე აქ თავიდან ყოველ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე დავიტვირთოთ კიდევაც და ეს გამოცდილებას შევძენს. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაწილი ხა ამ წუთა შეიძლება ესე ჟღერს ცოტა, მაგრამ სინამდვილეში არ არის შეუსრულებელი, იმიტომ რომ რამოდენიმე ძლიერი კუნძული რო გაჩნდეს, მე უკვე ნამდვილად შესაძლებელი იქნება, რომ უბრალოდ ნაწილი უნდა იყოს იმღია, ცალკე არ გამოვა ეს არის ყველა კომპონენტი უნდა გაჩნდეს, რომ შუაში, იმიტომ ამბობ გვირილასავით არის შუაში უნდა არსებობდეს ეს, ვინც შეკვეთებს იძლევა და ეს სატელიტები, რომელიც ფოთლებივით ესე ყველა იქნება, ყველანაირად პაზლი აეწყოს. კი, და დანარჩენი ახლა ისინი თუ არა და ბოლო რაღაცას გამოიწერ ერთ კომპონენტს. ეგ ტექნიკური ხარია და აი თქვათ, აი ამერიკეც რაღაცა რო აი თქვათ გააკეთა რაღაცა ისეთი ან დააპატენტა და ინფორმაცია. ეხლა ეს ფარმაგიგანტები ისინი სხვავებით სოფლიოში უყურებენ, ისინი თვითონ მოვლენ. სხვა შორის ეგ ხშირად ხდება კიდევაც. ადრე იყო მაინც რა ხმი მიდიოდნენ, მე ეს როცა სექტორი გაიზარდა, ისინი დაინახეს, რომ აი თქვათ ეს მაგათის მომგებიანია. თუნდაც ასე ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ ისინი მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ხა ინვესტორები საფრთხე გაეგებათ ისე გეუბნება, რომ მე ჩავდე ფული და სად არის ახლა ჩემი მოგება, რომელიც ვთქვათ ბუნებრივია, როგორც ხდება. ну, ახლა ამის მარეგულირებელი ვერია. მაგრამ ჩვენ აქედან ამასობაში ჩვენ სამეცნიერო პოტენციალს, კვლევის პოტენციალს, სასწავლო პოტენციალს და ფინანსებს გავუსტით. თანაც ეს იცვლება და ატვილდება და მარტივდება, ანუ არ არის საჭირო რომ ერთ შენობაში იჯდეს 20 ადამიანი თქვა, ხო? კი ბატონო, ეს ის შემთხვევა, როდესაც ნამდვილად თქვენ დელიკატამ ჯობია აუცილებლად გავანდებ კვერცხს და ჯობია რომ ამას ჩავდოთ დღეს ფული. ვიყიდოთ ეს კვერცხი 1, 2, 3 და სამაგეროთ მე რო გვეცოდინება რომ ეს ნამდვილად მოიტანს მოგებას არა მარტო მატერიალურს, არამედ არამატერიალურ. შეიძლება თუ მოახერხეთ ჯობია. კი, თუ მოახერხეთ ჯობია. უწყვეტი ეს დრო ორივე იყოს. ბუნებრივია, მაგრამ ნუ მე იმას გულისხმობ, რომ დაწყებაში ჩადებული თანხა არ უნდა დაენანოს ამ შემთხვევაში ადამიანს, რომელიც ფიქრობს თუ აქვს საშუალება რაში ჩადოს თანხა, ან კონკრეტულ კომპანიას და არ უნდა დაენანოს სახელმწიფოს უარი თქვა საერთოდ საწყის ეტაპზე რაღაც მართლა ძალიან სიმბოლური გადასახადი შეიძლება იყოს რაღაც მის გამო რომ მართლა იმ ადამიანს გადაუხადო ვინც ამას ყველაფერს აფორმებს და არა მეტი. იმიტომ რომ არის რაღაცები რაშიც მოგება შეიძლება საერთოდ არ ჩადო საწყის ეტაპზე და იფიქრო მხოლოდ პირიქით მხარდაჭერაზე. და მერე უკვე როდესაც დაინახავ რომ ამას ქვეყნისთვის რეპუტაციული მოგებაც ხო არსებობს მარტო ფინანსურზე ხო არ არის საუბარი ვერ იქნები რაც უნდა პატარა იყო ფიზიკურად ქვეყანა ტერიტორიულად გულისხმობ ხელწამოსაკრავი ვერ ახარ როდესაც მაღალი ტექნოლოგიები და მეცნიერება გაქვს მაღალ დონეზე განვითარებული და ამიტომ ეს უკვე რაღაც დიდ მოწინავე ქვეყნების რიგში ჩაგვაყენებს და ამიტომ დავსვი ეს სხვა შორის ცოტა პატრიოტული გრძნობების გამოხატვაც არის ხოლმე ყოველთვის ჩემთვის ეს არ არის მარტო ჩვენი პროფესიის და მეცნიერების განვითარება და რახან ჩვენ შევეხეთ ამ ყველაფერს ჩვენი გადაცემის ბოლოს მე მაინც მინდა გკითხოთ ძალიან ზოგადად აი თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროთ ისე მიპასუხეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე აქთენს გადამეეს კარიერულ განვითარებაზე წარმატებაზე გავლენას ხო მისი შინაგანი ბუნებიდან შრომის უნარიანობიდან ნიჭიერებიდან და ცოდნა დაწყებული იმ გარემოთი დამთავრებული რომელშიც ის იზრდება ან რომელშიც ის მერე ხვდება და მუშაობს ან იმ სწორედ იმ საუნივერსიტეტო გარემოდან რომელშიც ის თავიდან ყალიბდება იმიტომ რომ 16 წელს მივდივარ და პრინციპში საბოლოო ჯამში პიროვნებებად იყალიბდება რა არის უნივერსიტეტი თქვენთვის პირადად ცოტა ჯავახიშვილის რას ნიშნავს სიტყვა უნივერსიტეტი და გარემო. აზროვნების და შრომის თავისუფლება.
იდეა ეს არის თქვა რა ფორმით როგორ განხორციელდება ის რას მოიტანს თქვა ქვეყნისთვის იქნება თუ კონკრეტული შემთხვევა რა აჩნია ბუნებრივია, მაგრამ აი თქვენთვის პიროვნულად ეს არის გარკვეულ ემოციასთან, გარკვეულ პასუხისგებლობასთან არა. ძალიან სასიამოვნოა ასეთი პასუხი თქვენ წარმოიდგინეთ ჩემთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ თქვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხართ, როგორც მეცნიერი და როგორც პიროვნება, ხო? თუმცა გარემო ახდენს გავლენას, არა? რაღაცა შეიძლება ახდენს, მაგრამ საერთოდ ესე მგონია, რომ წინაპრებით ამაყო ესეა არა, თქვენი წინაპრები ჩვენ ვამაყობთ. მაგრამ მე მართლა ძალიან ვიამაყებ, ჩემი შვილი და ჩემი შემდეგი თაობა და არა წინაპრები. არა, მე ვამბობ რაღაც ვალდებულ პირიქით ეს მარტო სიამაყე და პასუხისგებლობას ამალდებულებას ზრდის ადამიანში. ჩემში არ გაუზრდია, არ ვიცი, მაშინ. ო, ანუ თქვენ დამოუკიდებელი და უბრალოდ მე ესე მგონია, რომ ახლა უნივერსიტეტები ახლა 1000 წლის ახლოს ხო? და როდის დაიწყო და რენესანსში თავის როლი ითამაშა, მაგრამ თვითონ იდეა იმდენად დიდია, რომ ხა ვინ რას როგორ გააკეთებს, ახლა ნაკლებ მნიშვნელობა. თავი არა, ეს მართლა რაღაც საკაცობრიობა მაგრამ სახელმწიფოს და ერთსა აქვს ვალდებულება. ხო, ნუ მე როცა გადასწრებაზე, კი, რა თქმა უნდა, რა, მაგრამ თავისთავად ახლა ცოტა ესე ჟღერს შეიძლება, ხო, შრომის და აზროვნების თავისუფლება. ძალიან ლამაზი განმარტება. ღირებული, იმიტომ რომ ამას მოაქვს ყველაფერი. ხოთაშორის ცუდი. ბევრი ცუდის გამკეთებელი ხალხის თავისუფლად აზროვნებენ, ხო ეს არ არის. ხო, მაგრამ აქ თავარი, ხო, ეს ვერ იქნება, იმის თქვენი მუტაციების არ იყოს, ცუდი კარგი ეს ვერ იქნება. ამდენად ნუ როგორ ავთქვა. მაგრამ არსია კეთილი თვითონ. უნივერსიტეტი ხომ გაერთიანება მაინც პედაგოგების ესე შეიქმნა, ხო ზოგადად და შეგირდები ჩამოვიდნენ პირველად და მოძებნეს და აიქირავეს პედაგოგები, ასე ვთქვა და ასე შეიქმნა პირველი უნივერსიტეტები ევროპაში. განსხვავებით ქართული უნივერსიტეტისგან, რომელიც ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ჰქონდა ფაზისში, როგორც მტკიცდება. სამაგიეროდ აკადემიების სიაში არ არის იგივე ჩვენი გელათი იყავთ, ცოტა სხვა პრინციპით იყო შეიძლება, მაგრამ ევროპაში ესე შეიქმნა, ჩამოვიდნენ მონდომებული სწავლას მოწყურებული ახალგაზრდები, სხვადასხვა პროვინციებიდან ძალიან ხშირად მოძებნეს ის ცნობილი მწოდნით, ასე ვთქვათ, ახალგანთქმული ადამიანები უთხრეს გადაგიხდი და მასწავლეოდა. ფაქტობრივად ეს გაერთიანება მაშინ არ ვთქვათ, რომ დიდი როლი თამაშა ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა ოქროს ხანამ ეს კი, ბუნებრივად რომ პირველად იქ შეიქმნა. იქ იმოდენა ინფორმაცია დაგროვდა, სხვა შორის ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დაიწვა და ეგ რაღაცა მოხდა, უზარმაზარი ასე ვთქვათ, ღვაწლი მათ ძალიან დიდი ხარა მარტო თქვა კოსმოლოგიაში აღმოსავლური რენესანსი მაგით არის საინტერესო. ფაქტიურად აი ხო აი თქვა მეორე 1000 წლებში ბერძნული ის აი შეიძლება ითქვას რომ არაბული გავლით მოვიდა და რუსთაველი საერთოდ ეს ძალიან დასაფასებელია. სხვაჩურ საქართველოს ადგილი აქაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენც მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნო იყო ის 3 საუკუნეში და მეათემდე, მაგრამ უამრავი ინფორმაცია შემოვიდა და კულტურათა ძალიან საინტერესო დიფუზია მოხდა. მაშინ, იმიტომ რომ ჩვენც ჩვენი კულტურა დავახვედრეთ, იმათით შემოვიდა და გამწარებული იწერდნენ მედიცინაში არაბულ ხელნაწერებს და თარგმნიდნენ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სხვათაშორის მიყვარს მე რახან ტუბერკულოზის სფეროშიც მიწევდა მოღვაწეობა, ეს სილიც არაბული სიტყვა და დამჭლევებას ნიშნავს და სულხან-საბამ ადგა და ჭლექი ამიტომ დაარქვა. ფაქტობრივად არაბულიდან თარგმნა და აი ესეთი საინტერესო პასაჟებია, ძალიან ბევრი ცოდნას რო თავი დავანებოთ ტერმინოლოგიურითაც ძალიან შემოიჭრა სხვათაშორის განსაკუთრებით მედიცინაში და იცით ენა ისეთი ოხერი რამეა, რომ რაც არ უნდა ყველაფერი მოსპო, ყველანაირი კვალი, არტეფაქტები და ენაში მაინც რჩება ის პატარ-პატარა გასაღებები, რომელიც მიგვანიშნეს საიდან საწავიდა კულტურა, როგორ კულტურაში გულისხმობ ყველანაირ რა თქმა უნდა მიმართულებას, მათ შორის მედიცინას და სააზროვნო კულტურებს ზოგადად და როგორ მოხდა მათი შერწყმა სადღაცა დიფუზია, სადღაცა პირიქით გაყოფა, რაღაც ახლის გაჩენა და ასე შემდეგ. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, დღეს ძალიან საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გავაგრძელებდი კიდევ დიდხანს 1000 საკითხზე თქვენთან მსჯელობას, იმიტომ რომ თქვენივე ასე ვთქვათ გამარტების არ იყოს, როცა მეცნიერებაში მუშაობ იდეა შეიძლება კიდე იდეა მოყვეს, კიდე იდეა ახალი იდეა გამოიჩეკოს. საუბარიც ესეთი რამ არის, ხო სკოლეა, როგორც ბერძნები იტყოდნენ, ეს არის მოცალეობის ჟამს, უბრალოდ რაღაცეებზე დისკუსია, საუბარი და აი ეს სკოლე, რომელიც მე სკოლად იქცა ჩვენთვის, ალბათ იმის მანიშნებელია, თვითონ ეს ტერმინიც ისევ სიტყვებზე გადავდივართ. ამ სიტყვაშიც ის არის ჩამალული ნებისმიერი ადამიანის მეორე ადამიანთან საუბარი გაკვეთილია.
სწავლა, ერთი საფეხური ზემოთ ასვლა და ორივესთვის უნდა იყოს. ორივესთვის არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის დღეს თქვენთან საუბარი იყო კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ წაწევა ჩემთვის, ჩემი ცოდნის, ჩემი დამოკიდებულების სხვადასხვა საკითხების მიმართ და მე პირადადაც მადლობას გიხდით და მადლობას გიხდით მაყურებლის სახელითაც, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ მათ დღეს ერთი ძალიან სასიამოვნო საღამო გაატარეს ჩვენთან ერთად. ასე რომ გისურვებთ შემდგომ წარმატებებს, იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ საინტერესო ახალგაზრდას დაეხმარებით, ასწავლეთ კიდევ და შესაბამისად ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, არ დარჩება საუბრად და მალე იქცევა საქართველოს რეალობად და როგორც თქვენ ისევე ჩემ ქვეყანას და ჩვენს უნივერსიტეტებს, პირველ რიგში ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, ვუსურვებ ნამდვილ თავისუფლებას, შრომის, ასე ვთქვათ, აზროვნების და იმ საქმიანობის, რომელიც მხოლოდ სარგებელსა და სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საქართველოს. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მომავალ შეხვედრა.